ფოფოდიას შვილები ამ სახელწოდების ფილმის პრემიერა თბილისში გაიმართა. ავტორი და რეჟისორია სოფია ბაბლუანი, პროდიუსერი გახლავთ გელა ბაბლუანი. დოკუმენტური ფილმი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და მისი მოსწავლეების შესახებ მოგვითხრობს. პრემიერას წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, სხვა სასულიერო პირები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ფოფოდიას შვილების საერთაშორისო პრემიერა საფრანგეთში გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალზე რელიგია დღეს წარმომადგენლობითი ჯილდო მიიღო კატეგორიაში რწმენის სული. 9 წელიწადი ველოდით ამ ფილმს. 2015 წელს დაამთავრა ფილმის გადაღება სოფიამ, შემდეგ მონტაჟი მიმდინარეობდა საფრანგეთში. ეს გახლავთ საფრანგეთის კინოცენტრის პროდუქცია და 3 წლის წინ პრემიერა შედგა პარიზში. ამის შემდეგ ფილმმა თითქმის მთელი ევროპა შემოიარა, უამრავი ჯილდოები მიიღო, გრან პრი, მთავარი პრიზები და აი დღეს საქართველოში უკვე ქართული პრემიერა გაიმართა ამ ფილმის. ეს ფილმი გახლავთ სიყვარულზე, ტოლერანტობაზე. ეს ფილმი გახლავთ ორი სარწმუნოების ადამიანთა ურთიერთსიყვარულზე, მეგობრობაზე. ეს არის სკოლა, სადაც სწავლობენ ბავშვები ფერეიდნიდან, მაზანდარის პროვინციიდან, სწავლობენ ჰერეთიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ასევე ეკომიგრანტები საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან, აჭარიდან და სხვადასხვა კუთხეებიდან, განსაკუთრებით ხელოვნების ნიჭის მქონე ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ერთად და მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვაობისა, ესენი მეგობრობენ, აქვთ სიყვარული ერთმანეთს შორის და აი დღეს აქ ესწრებოდნენ ფილმს ის ბავშვები, რომლებაც დაამთავრეს ეს სკოლა და ისინი კვლავ აგრძელებენ მეგობრობას. რამოდენიმე მოინათლა კიდეც, ერთმანეთის ნათლიები არიან, რამოდენიმე დაქორწილდა, გათხოვდა, კიდეც ოჯახი შექმნეს და ეს არის მთელი ისტორია. ისტორია ჩვენი სკოლა, გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლისა, რომელიც მაგალითს აძლევს თითქმის ყველას, რომ აი როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა მიუხედავად განსხვავებული სარწმუნოებისა, თუ სიყვარული უდებს საფუძვლად ადამიანთა ურთიერთობას, ეს არის შესაძლებელი. მადლობა ფილმის ავტორს და რეჟისორს, ქალბატონ სოფია ბაბლუანს, რომელმაც დიდი შრომა გასწია ამ ფილმის შექმნისათვის და დღეს ყველამ ვიხილეთ, რომ რაც გქონდა მას ჩანაფიქრი, ის გამოვიდა. და ამის თვითმხილველი ვიყავით თვითაურ ჩვენთაგანი დღეს. მადლობა თლიან შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ამ ფილმზე მუშაობდნენ. მადლობა ბავშვებს, პედაგოგებს და მადლობა მაყურებელს, რომლებიც დღეს ფილმის პრემიერას ესწრებოდნენ და მე ვხედავდი მათ კმაყოფილ სახეებს, ბევრი ტიროდა კიდეც და ეს არის მართლაც აღიარება ჩვენი სკოლისა და დიდი დამსახურება ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისა. საოცარი ფილმი ვნახეთ სოფო ბაბლუანის მადლიერი ვარ ამ სიკეთისთვის და სიყვარულისთვის, რაც ეკრანიდან მოდიოდა, იმიტომ რომ ნამდვილად ადამიანობის და ყველაფერი საუკეთესოს გადმოცემა ეცა და მე მგონი გამოუვიდა და ეს ჩემი შეფასება არ არის მხოლოდ მთელი დარბაზი თვალცრემლიანი იყო და 10 წლის წინ გადაღებული ფილმი, რომელიც დღესაც აქტუალურია და 10 წლეულები აქტუალური იქნება ის მთავარი თემა, რაც არის სიყვარული. სიყვარული, რომელიც აერთიანებს ყველა რელიგიას, რომელიც აერთიანებს ჩვენ ქვეყანას და ნამდვილად ეს ასეა საუკუნეების მანძილზე და ის ქრისტიანობით გაერთიანებული
მამაო და მისი მეუღლე ფოფოდია, რომლის შვილებიც არიან პრაქტიკულად და ეს ახალგაზრდები დღეს ჩვენ გარშემო არიან და ნამდვილად ღმერთმა დაუცოს ეს ახალგაზრდები სწორ სიკეთით, სიყვარულით სავსე გზაზე ატაროს და ღმერთი შეაძლებინებთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენთან ერთად ბევრი შრომით იქნება კიდევ უფრო ლამაზი და არაჩვეულებრივი და მთავარი იდეა ის რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და სიყვარული დგას ყველაზე მაღლა ეს სოფოსაც გამოუვიდა ამ ადამიანებსაც გამოუვიდა და ყველაზე მთავარია რომ მამაოს და ფოფოდიას გამოუვიდათ და ჩვენც მათგან ეს ყველაფერი უნდა ავიღოთ საუკეთესო და ესეთი სიყვარულით ერთმანეთს ტოლერანტობით მოვექცეთ და საოცარი ფილმია და საოცარი ემოციები. საკმაოდ ესეთი ბევრი ჯილდო მოიპოვა უკვე ფილმმა, მაგრამ ქართულ მაყურებელთან შეხვედრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც და ყველაზე ემოციური ჩვენთვის და ვთქვათ, რომ ყველაზე ძალიან შემიძლია ვთქვა ამ ჩვენებაზე ვნერვიულობდი. და რაც შეეხება ფილმს თვითონ, ფილმი გადავიღეთ მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონში და ამ სკოლის ამ პანსიონის ახალგაზრდების თანაცხოვრებაზე მოგვითხრობს. როდესაც მეფე თამარის პანსიონში მივედი პირველად, არ ვაპირებდი ფილმის გადაღებას, მაგრამ განწყობა ისეთი იყო და ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებში ერთმანეთთან ეს დინამიკა, განსხვავებული რელიგიების მიუხედავად და ინტერესი სწორედ ერთმანეთის მიმართ ამ სხვაობიდან გამომდინარე, ადგილი, სადაც სხვაობა აახლოვებს და არ გვაშინებს, ალბათ ეს იყო ის ადამიანური დამოკიდებულება, რამაც გამოიწვია ჩემში სურვილი ფილმი გადამეღო. ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე საქართველოში ფილმის ჩვენება, რომ მოგეხსენებათ, რომ ის ბევრ წლებთან შრომასთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდი დრო გადის ხოლმე ფილმის დაწყებიდან, დასრულებიდან და პრემიერამდე ხოლმე და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველთვის, როგორც ქართველებისთვის პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცა ჩვენ ქვეყანა როგორ მიიღებს ამას, ჩვენი ხალხი როგორ მიიღებს ამას და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის საქართველოში ფილმის ჩვენება და ქართველების აზრი ფილმთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ ფილმს, პროცესები როგორ მიმდინარეობდა, როგორ მე უშუალოდ შეხება არ მქონია ბავშვებთან, ანუ მე არ ყოფილვარ ჩართული, იმიტომ დისტანციურად ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემთვის და ფიქრობ, რომ ეს ფილმი არის ჩემი გადმოსახედიდან არის სიყვარულზე, ადამიანობაზე, მიტევებაზე, შენდობაზე, რაც ყოველთვის ძალიან განსაკუთრებით დღევანდელ მსოფლიოში ძალიან გვჭირდება ეს. ეს არ არის მხოლოდ რაღაც სენტიმენტებზე დაფუძნებული ფილმი, ამას აქვს თავისი სიღრმეები, ამას აქვს თავის სოციალური კრიტიკა, საზოგადო კრიტიკა, ყველაფერი არის ამაში, მაგრამ მგონია რომ ის ადამიანობა, რომელიც ამ ყველაფერს ხსნის და გამოსავლისკენ მიყავს, მგონია ეს არის ყველაზე ლამაზი, რაც შეიძლება და ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ფილმისთვის, რასაც ვიტყოდი ერთ სიტყვაში, რომ სიყვარულით ხდება ეს ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით 2009 წელს ლოტკინის დასახლებაში დაარსდა. სკოლა გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები. განათლებას იღებენ მოსწავლეები როგორც თბილისიდან, ისე აჭარიდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.